Dokas Miriam, Mr. Demetrio Ergamidze. გადაცემა ფერმის წამყვანმა დემეტრე ერგემლიძემ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის მედია კონკურსში გაიმარჯვა. 11 მედია საშუალებას შორის კატეგორიაში საუკეთესო ანალიტიკური ტელე-რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი სასურსათო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესოდ სწორედ გადაცემა ფერმაში გასული სიუჟეტი დასახელდა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის მხრიდან ეს კონკურსი, იმიტომ რომ მედიას აკლია შეიძლება ითქვას სასურსათო უსაფრთხოების თემაზე საერთოდ სიუჟეტები გადაცემები. ფერმა, როგორც ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, ძალიან აქტიურად აშუქებს ამ თემას. ჩემი სიუჟეტი შეეხებოდა ზოგადად ნუტრიციის პრობლემებს საქართველოში, როგორც ბარში, ასევე მაღალმთიან რეგიონებში და როგორც ჩანს ჟურის მოწონება დაიმსახურა, მე ამან ძალიან გამახარა. ეს კონკრეტული ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მეტი мотивация შეიქმნას ჟურნალისტებს შორის მედია სივრცეში, იმისთვის რომ მოხდეს უფრო მეტად თემატური სპეციალიზაცია ჟურნალისტიკისა. გარდა მაგისა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი ეს არის სოფლად ცხოვრები გლეხობა, ფერმერები, მათთვის ეს არის აბსოლუტურად გარდაუვალი საჭიროება, რომ მედია საშუალებით მათ ყოველდღიურ რეჟიმში კონდეთ საშუალება, რომ სხვადასხვა ახალ ამბებს გაეცნონ, ინოვაციებს გაეცნონ, პრობლემატიკა მოისმინონ. კონკურსი ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ 2 თვის წინ გამოაცხადა და მასში საქართველოში მოქმედი ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ევროკავშირის ხელშეწყობით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფერმერთა სათათბიროს პირველი სხდომის ფარგლებში.